ძალიან კარგი დარტყმა და კერესელიძე ახერხებს ამ დარტყმის მოგერიებას ბრწყინვალედ შეასრულა ეს დარტყმა მერვე ნომერმა, რომელსაც ხედავთ კიდეც თქვენს ეკრანებზე. საკმაოდ შორი დისტანციიდან ძალიან ძლიერად, ზუსტად და საბოლოოდ კერესელიძე თამაშობს ბრწყინვალედ. ძალიან საფრთხო იერიში 4 მოთამაშეა დილას მხრდა შეტევაში ფარულავა და არ გამოვიდა დარტყმა გრძელდება ეს იერიში შეყილაძე და გადარჩა აქ ფოთის კოლხეთი ასეთი მწვავე მომენტი რომელიც შეიქმნა 29 წუთზე ამ შეხვედრაში არ ყოფილა მანამდე იყო რა თქმა უნდა მოისტრაფიშვილის მიერ შესრულებული ჯარიმა მაგრამ აქ დილამ ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა აქ შეიძლება ეს ეპიზოდი აღმოჩნდეს საგოლე და ეს ასეც მოხდა ბუბაქარ კონტე მალელი ლეგიონერი ახერხებს თავისი გუნდის დაწინაურებას და სატურნირო ცხრილში დილა უთანაბრდება იბერია 1999-ს. ნახოთ რა მოხდა ამ ეპიზოდში ამ მაღალ პრესინგს თავისი შედეგი მოჰყვა დილამ ვერ გაიტანა წინა ეპიზოდში როდესაც 4 მოთამაშე იყო ერთდროულად იერიშზე მაგრამ ამ ეპიზოდის გამოყენება უკვე მოახერხა მალელმა და თავისი გუნდის სასარგებლოდ ანგარიში გახსნა. იბრაჰიმა დრამე შემოიწია სიღრმისკენ ძალიან აქტიური ბრძოლა მოისტრაფიშვილსა და შეყილაძეს შორის შორიდან იბრაჰიმა დრამე ასრულებს დარტყმას ბუღრიძე უახლოვდება საჯარიმოს აქ შეყილაძე და შეიძლება გატანა დარტყმა და დილა ორი ბურთის სხვაობით გადის წინ თუმცა თამაშგარე და ეს გოლი არ ითვლება შეყილაძე როგორც ჩანს მცველებზე წინ იყო ამ ეპიზოდში ძალიან კარგი ერიში აქ ფოთოლთა შესრულებით და ურთულესი ბურთი რომელიც კერესელიძემ მოიგერია კიდევ ერთი დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში დილა ბრწყინვალედ იმოქმედა დავით ფაღავა მარჯვენა ფლანგზე გამოჩნდება ამ შეტევისას თუ რა კარგად მოქმედებს 21 ნომერი აქ მოიგო ორთაბრძოლა მერე გაექცა მეტოქეს შევიდა საჯარიმოში და უმწვავესი გადაცემა რომელიც მან შეასრულა და აბუაშვილი იყო ორჯერ ახლოს გატარასთან ცენტრში კონტე ახერხებს ორთაბრძოლის მოგებას ხედავ თუ რამდენი არიან დილას მოთამაშეები შეიძლება გატანა ასხლეტა დარტყმა და გადის გოლი თუმცა აქაც თამაშგარეა და ეს გოლიც არ ითვლება მაგრამ ინიშნება პენალტი როგორც ჩანს აქ ფოთელთა კარში და დილას მოთამაშეები მიიღებენ შანსს აქ ამ ეპიზოდში მაინც მეორე გოლის გატანისა ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო გავიდა გოლი რომელიც არ ჩაითვალა და დაინიშნა გაუქმდა ის გოლი და დაინიშნა პენალტი იქ თამაშგარე იყო და ეს გოლი სწორედ ამ მიზეზით არ ჩაითვალა მაგრამ ინიშნება პენალტი და მზად არის უკვე შოთა შეყილაძე რომ ეს ეპიზოდი აქციოს გოლად. ხელით თამაში თუ დაფიქსირდა ამას ადგენენ ახლა რა თქმა უნდა არბიტრები თუ აქ ხელით ითამაშა აბუბაქარ კონტემ მაშინ ბუნებრივია ეს ეპიზოდი სრულად გაუქმდება და ჯარიმა დაინიშნება. დიდია შანსი რომ აქ პენალტი გაუქმდეს. თავარი სიტყვა რა თქმა უნდა კიკაჩეიშვილს ეკუთვნის. ჯარიმა პენალტი უქმდება მიუახლოვდნენ აქ საჯარიმოს დილას მოთამაშეები პედრო მენდეში და ენიშნება 11 მეტრიანი გამოცდილმა პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი ჩაიტანა მეტოქის ნახევარზე მეტოქის საჯარიმოში შეაღწია და იქ უკვე დაირღვა მის წინააღმდეგ თამაშის წესი ანდრონიკაშვილის გამორბენი დარტყმა და კოტლიაროვმა მოიგერია ბურთი დამატება და 2-0 ანდრონიკაშვილმა დამატებაზე შეძლო ამ ეპიზოდის გამოყენება და 2-0 დილამ ეს მატჩი მოიგო იაროსლავ კოტლიაროვმა კი მოახერხა პენალტის მოგერიება რა თქმა უნდა ეს აღსანიშნავია კლიმოვი ასრულებს დარტყმას და კარგად თამაშობს დავით კერესელიძე 6 წუთი ემატება ძირითად სათამაშო დროს